და ჩვენ ისევ დაუბრუნდებით ექსამ-პროვანსის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც დავით კეზერაშვილის ექსტრადიცია საქართველოში არ მოხდება. ფაქტს ცოტა ხნის წინ იუსტიციის მინისტრი თია წულუკიანი, ასევე კეზერაშვილის ქართველი ადვოკატები გამოეხმაურნენ მათ შეფასებებს. ნიკა მოლოდინაშვილი გაგვაცნობს. ნიკა, გისმენთ. დიახ, თამთა დავიწყე პირველ რიგში ქართველი ადვოკატების შეფასებებით. მოგეხსენებათ, ისინი კმაყოფილებას გამოთქვამენ საფრანგეთის მოსამართლის ამ გადაწყვეტილებით, როგორც ქართველი ადვოკატები აცხადებენ, მიუხედავად იმისა, ისინი არ ესწრებოდნენ საფრანგეთის სასამართლოში მიმდინარე პროცესს, ისინი ამბობენ, რომ ქართული მხარის გადაწყვეტილება არ იყო დასაბუთებული, რის გამოც მიიღო მოსამართლემ ასეთი გადაწყვეტილება. გარდა ამისა, როგორც ისინი აცხადებენ, ცნობილი ხდება, რომ ფრანგი ადვოკატები, დავით კეზერაშვილის ფრანგი ადვოკატები აპირებენ, რომ წითელი ცირკულარიდან ძებნის საკითხიც გადაწყვიტონ და უახლოეს პერიოდში მათ იმედი აქვთ, რომ დავით კეზერაშვილს არა მხოლოდ საფრანგეთის ტერიტორიაზე, არამედ მის საზღვრებს გარეთაც თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა ექნება. ფრანგულმა სასამართლომ მისი დღევანდელი გადაწყვეტილებით უარი უთხრა ქართულ მხარეს კეზერაშვილის ექსტრადირებაზე. გადაწყვეტილების გამოცხადებასთან ერთად გაუქმდება ეს ღონისძიებაც, ანუ აღარ ატარებს ის სამსამაჯურს. საფუძვლებს რაც შეეხება განთავისუფლებისას მე ჯერჯერობით ხელთ არ მაქვს თვითონ გადაწყვეტილება, ანუ სამოტივაციო ნაწილი თუ რა დაედო საფუძვლად მის განთავისუფლებას, ამიტომ ჯერჯერობით თავს შევიკავებ. საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს ასევე შეაფასა იუსტიციის მინისტრმა, როგორც თია წულუკიანმა განაცხადა, ქართული მხარე გააგრძელებს ბრძოლას, სამართლებრივ ბრძოლას იმასთან დაკავშირებით, რომ ადრე თუ გვიან მაინც მოხდეს დავით კეზერაშვილის საქართველოში ექსტრადირება, რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, როგორც თია წულუკიანმა აღნიშნა, სამწუხაროდ მისი თქმით, ფრანგმა პროკურორმა ვერ გაუწია სათანადო კონკურენცია კეზერაშვილის მიერ დაქირავებულ ძვირადღირებულ ადვოკატებს. ეს გადაწყვეტილება არის სულ ცინცხალი, მე თვითონ გადაწყვეტილება არ მინახავს, ჯერ არ არის გამოცემული ფრანგი მოსამართლის მიერ, რომ მოტივაციას გავეცნო, მაგრამ ჩემთვის ცნობილია ის, რომ არის უარი. მე ძალიან მწუხარ, რომ ფრანგი მოსამართლე, ასე ვთქვათ, აღმოჩნდა ისეთი უთანასწორო პირობების წინაშე, როგორიც იყო ძვირადღირებული კეზერაშვილის ადვოკატი ერთ მხარეს და მეორე მხარეს ფრანგი პროკურორი და არა ქართველი პროკურორი, რომელმაც ამ ძვირადღირებულ ადვოკატს, როგორც ჩანს, ღირსეული და სათანადო კონკურენცია ვერ გაუწია იმისთვის, რომ ფრანგ პროკურორს ქართველი სამართალდამცავის სახელით ევალებოდა დაეცვა ჩვენი ინტერესი. ეს ასე ვერ მოხდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ფრანგმა მოსამართლემ კეზერაშვილი გაამართლა რაიმეში, საქართველოში ბრალი მის წინაშე არის წაყენებული და ასეთადაც დარჩება. უბრალოდ მე მწუხარ, რომ კეზერაშვილს არ მიეცემა საშუალება ჩამოსულიყო და აქ გაებათილებინა, თუ კი ის ასე თვლის, მის წინააღმდეგ წაყენებული ქართველი პროკურორის ბრალდებები. ყოველ შემთხვევაში ამით ჩვენი სამუშაო ამოწურული არ არის. მე ვიცი, რომ პროკურატურა აგრძელებს და გააგრძელებს მუშაობას იმაზე, რომ დღეს თუ არა ხვალ ბატონი იქნეს ჩამობრძანებული ქვეყანაში იმისთვის, რომ პასუხი გასცეს ქართულ საზოგადოებას. მე შეგახსენებთ, რომ დავით კეზერაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ფრანგულმა სასამართლომ რამდენიმე საათის წინ მიიღო. გმადლობთ, შეფასებები, რომელიც ექსამ-პროვანსის სასამართლოს გადაწყვეტილებას მოჰყვა, ნიკა მოლოდინაშვილმა გაგვაცნო.